ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლება ავიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან, ყოველსაყროს მაესტროზე. საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ბადრი ბიწაძე 26 მაისის ღამეს პოლიციამ დმანისის ტყეში დატოვა. ამის შესახებ გუბას სანიკიძემ განაცხადა, რომელმაც დღეს საზოგადოებას გაუმხილა, რომ სწორედ მან ჩააკითხა დმანისის ტყეში სასაზღვრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს და დმანისიდან ბოლნისში მანქანით ჩაიყვანა. ამ ინფორმაციას ნინო ბურჯანძეც ადასტურებს, რომელიც ამბობს, რომ 26 მაისის შემდეგ 2 დღის განმავლობაში ბადრი ბიწაძე სწორედ ბოლნისში იმყოფებოდა. ბიწაძის ამჟამინდელ ადგილს ამყოფელზე არც გუბას სანიკიძე და არც ნინო ბურჯანძე ამბობენ. თუმცა ბურჯანაძე ხაზს უსვამს იმას, რომ მისი მეუღლე მოსკოვს თავს ნამდვილად არაფარებს. რატომ გადაწყვიტა დღეს ბადრი ბიწაძის ისტორიის გამხელა და რატომ გახდა სპეციალური განცხადების გაკეთება საჭირო? იმის დასადასტურებლად, რომ რვიანში აზრთა სხვადასხვაობა არ არის. პირდაპირ საუბარი გუბას სანიკიძესთან გვექნება. გადაცემის მეორე ნაწილში ითხოვს თუ არა საზოგადოება ოპოზიციურ ერთობას. ამის შესახებ დავით მაღრაძესთან ვისაუბრებთ. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, გუბას სანიკიძეა ჩვენი სტუმარი. ბატონო გუბას, რატომ გადაწყვიტეთ დღეს მაინც და მაინც საუბარი ბადრი ბიწაძეზე? ანუ რამდენიმე დღე გავიდა, კარგახანი გავიდა 26 მაისის ღამის შემდეგ. რატომ მაინც და მაინც დღეს? მე არ გამიკეთებია ეს განცხადება, უბრალოდ პრაიმ ტაიმზე ვიყავი დღეს და ჟურნალისტი შემეკითხა, თორემ მე არც ვაპირებდი ამ ინფორმაციის გავრცელებას. მაგრამ ბოლო დროს პრესაში რამოდენიმეჯერ გააჟურნა და უბრალოდ დღეს პრაიმ ტაიმზე როცა ვიყავი, მე პირველი შეკითხვა ჟურნალისტმა დამისვა ეს, ამიტომ გავეცი პასუხი, თორემ მე არანაირ რა ფორმით დაგისვეს ეს შეკითხვა? აფერი მართალია თუ არა ეს ამბავიო, რომ აი თქვენზე ამბობენ, რომ ბადრი ბიწაძე შეხვდით და ჰქონდათ ურთიერთობა 26 მაისს დილით. რა თქმა უნდა, ხო ტყუილს ხარ ვიტყოდი მე, თორემ მე რო გითხრათ სიმართლე არანაირ სურვილი არ მქონდა ეს მე მეთქვა, მაგრამ როცა მეკითხებიან პასუხობ ხოლმე მაშინ. და როგორ გავრცელდა ეს ინფორმაცია? ანუ როგორ მივიდა მედიამდე? არ ვიცი, ვერ გეტყვით, ახლა დაფარული საქართველოში რო არაფერი არ არის ხომ იცით, ახლა რამოდენიმე დღის წინ გაზეთებში გავრცელდა, რომ აი ასეთი ახლა ინფორმაციის გავრცელებას რა უნდა, ახლა ჩემი მოძრაობის შესახებ მერაბიშვილმა ყველაფერი მშვენიერ კარგად იცის. დიახ. მით უმეტეს მე როცა წასული ვიყავი ბატონი ბიწაძეს სანახავად გამოსაყვანად გზაში პოლიციამ გამაჩერა და მშვენიერ კარგად იცოდნენ, რაზეც ვიყავი წასული, იმიტომ ტელეფონით ხდებოდა კონტაქტი, ხო, ამიტომ როგორც ჩანს ეს ინფორმაცია ხელისუფლებისგან მოდის გამოჟონილია, იმიტომ რომ არც მე და არც ბატონ ბურჯანაძეს არ გითხვია ამის შესახებ არაფერი. თუმცა ნინო ბურჯანაძეს არანაირი პროტესტი არ ქონია, როდესაც არა, ნუ ახლა პროტესტი როგორ შეიძლება ქონდეს, იმიტომ რომ რაც არის სინამდვილე. შეთანხმებულები იყავით, რომ შესაძლებელია ეს გეთქვათ მედიასთან? არა, ჩემო ხარ, როცა შემეკითხებიან ეკა, მაშინ უპასუხებდა, როცა არ მეკითხებიან, ახლა მე რატო ვიტყოდი ამას? კარგით, მოდით მაშინ ჩვენს მაყურებელს მოვუთხროთ ზუსტად რა მოხდა 26 მაისის ღამეს, ანუ როგორ აღმოჩნდა გუბას სანიკიძე ბადრი ბიწაძესთან. ძალიან მოკლედ ვიტყვი რა, მე როცა ახლა ყველა ვნახეთ ნინო ბურჯანაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, როცა მას ბავშვი წაართვეს ფაქტიურად ხელიდან. დიახ. ახლა მე ვერანაირად ახლა პოლიტიკა გვერდზე იყოს და იშმაკებს აუღია პოლიტიკა, მაგრამ მე პირადად ვერანაირად ვერ გავჩერდებოდი და მე გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი მასთან სახლში. რომ მივედი, ნუ ანზორიკოს სახლში დამხვდა უკვე, იმიტომ რომ მალევე გაანთავისუფლეს, გამოუშვეს, ვინც წაიყვანა მათ. დაახლოებით 1-40 წუთი ვიყავი მე ნინოსთან და მე ნუ აღმოჩნდა, რომ ბადრი სადღაც ტყეში არის, ქვემო ქართლში. ანუ თქვენს იქ ყოფნაში გაირკვა ეს? დიახ. იმიტომ რომ ნინომაც არ იცოდა სად იყო ეს. ხო და ნუ მე ახლა რა თქმა უნდა, ახლა მე იქვე ვიყავი, მანქანით ვიყავი, ჩემი მეგობრებთან ერთად, ჩემი ორ მეგობრებთან ერთად, ჩემი მეგობრის მანქანით ვიყავი და რა თქმა უნდა წავედი და მოვძებნე კარგახანით მომიძია ძებნა სხვათა შორის. დაახლოებით ვიცოდი სად იყო.
მე უკანობისას ბოლნისში მთხოვა ბადრიმ რომ აქ დავრჩებიო და დავტოვე იქ. არ ვიცი ვისთან დარჩა, როგორ დარჩა, რატომ დარჩა. როგორც ნინო ბურჯანძე ამბობს მის მამიდასთან. ხო, როგორც ჩანს ხალბატონმა ნინო მიცის ეს ჩემზე უკეთესად. მე არ მიკითხია ვისთან რჩებით ხო ახლა როგორ გითხავდე ეს. და როგორ მოხდა დმანისის ტყეში ბადრი ბიწაძე? როგორც მან მომიყვა მე ის თავის მეგობრებთან ერთად იყო, შემდეგ პოლიციამ დააკავა, არ ვიცი ზუსტად რა ადგილზე, ყოველ შემთხვევაში თბილის გარეთ. მისი მეგობრები და მისი მანქანა წაიყვანეს. დიახ. მეგობრებთან ერთად და ბადრი დატოვეს მარტო ტყეში. ძალადობა არაფერი არ ეტყობოდა ნამდვილად და თვითონაც დამიდასტურა რომ ხელი არ დაუკარებიათ, არჩეურად ყოფა მიუყენებიათ სიტყვიერი. უბრალოდ დატოვეს ტყეში. სადა იყვანეს ბადრი ბიწაძე პოლიციამ? არ ვიცი, ვერ გეტყვით თვითონაც. ქალაქიდან გასული იყო თუ ქალაქში? ქალაქ გარეთ, რა თქმა უნდა. და რა უნდოდა ქალაქ? არ ვიცი ახლა, გითხავდი რა უნდოდა ქალაქ გარეთ ბადრი ბიწაძეს. ეს არ იყო ჩემი ამოცანა გამერკვია რა მარშრუტით მოძრაობდა ისა უბრალოდ მე ჩემი მოვალეობა მოვიხადე ადამიანური. იმიტომ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ახლა მე და ნინო ბურჯანაძეს წლები გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩემთვის პირველ რიგში არის ურთიერთობა და მერე არის პოლიტიკაც და დანარჩენი საქმიანობაც. ასე რომ ეს არ მიმაჩნია მე რაღაც ან ცუდი ან კარგი გავაკეთე რა. რაც უნდა გამეკეთებია, რითაც ვავალდებულებ მე ჩემ თავს ის გავაკეთე. ბატონო გუბაზ, დღეს ნინო ბურჯანძემ დაადასტურა თქვენი მონათხრობი, ანუ რომ ნამდვილად ბოლნისში იმყოფებოდა. ჩემს მე არ მინდოდა ნამდვილად ეს ამბავი გახმაურებულიყო, გულწრფელად გეტყვით, მაგრამ ნუ ახლა მე ჟურნალისტი რო შეგიკითხება, ახლა ტყუილადო უნდა ვთქვა ხო? მაგრამ ბურჯანძე აცხადებს რომ არ იცის დღეს სად არის ბადრი ბიწაძე, მაგრამ ის აღარ არის ბოლნისში. თუმცა ასევე ამბობს იმას, რომ კატეგორიულად ამბობს, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ არის მოსკოვში. ეს ხალბატონმა ნინომ უკეთესად იცის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ამის შემდეგ საერთოდ არც ნინოსთან მქონია ურთიერთობა და არც ბადრისთან მით უმეტეს ხო. ამიტომ არ ვიცი მე ხო ბადრი ბიწაძე სად არის, მე უბრალოდ ვაფიქსირებ, რომ ბოლნისში რო შევდიოდით ქალაქში, გზაზე მითხრა რომ აქ დავრჩებიო. მე არ ვკითხე რატო რჩებია აქ ან ვისთან მიდიხარ, იმიტომ რომ არა მაქვს მე ახლა ამის უფლება, კაც სადღაც მიდის და მე ვკითხო სად მიდიხარ, მან და მაინც მე მომიყევი ხო. და ბატონო გუბაზ, კიდევ ერთი ამ თემასთან დაკავშირებით თქვენ ბრძანეთ რომ როდესაც მიდიოდით ბიწაძის დასახმარებლად გზაში პოლიციამ გაგაჩერათ. დიახ. ანუ და მათ იცოდნენ უკვე თუ თქვენ უთხარით. ახლა ის ნამდვილად იცოდნენ რომ დმანისის რაიონში ვიყავი, ახლა მიცნეს პოლიციელებმა და ასე საუბარი ხო. ანუ აქედან გამომდინარე ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო ბიწაძის ადგილსამყოფელი. მათი ჩამოსმული იყო იქ ტყეში. მათ დატოვეს ტყეში, აბა ვის მიერ იყო ცნობილი და ვისგან იყო ცნობილი. შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დღესაც იციან ბიწაძის ადგილსამყოფელი. არ ვიცი, ვერ გეტყვით, არა მაქვს მე ვერსია ამასთან დაკავშირებით. იცის ხელისუფლებამ სად არის ბადრი ბიწაძე თუ არ იცის, არის ბადრი საქართველოში თუ არ არის, არის რუსეთში თუ არ არის, არის მონღოლეთში თუ არ არის, ვერ გეტყვით ამის შესახებ, მე ინფორმაცია არ მაქვს და უფრო მეტსაც გეტყვით, ნაკლებად მაინტერესებს ამ შემთხვევაში მე. კარგით, გასაგებია. ბატონო გუბაზ, რაც შეეხება კიდევ ერთ, ასე ვთქვათ, მცირე სკანდალს, რომელიც დღეს საღამოს გახმაურდა, გავრცელდა სრულიად მოულოდნელად ახალი მემარჯვენეების განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ქუჩის აქციებში და საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ეს სათაურით, რომ რუიანში არის გარკვეული განხეთქილება. მამუკა კაციტაძე იყო პირველი ავტორი ამ განცხადების და შემდეგი სიტყვებით ისაუბრა ამ თემაზე. კაციტაძე აცხადებს, რომ დღესდღეობით რაიმე ტიპის საუბარი ეგრეთ წოდებულ ქუჩურ აქტივობაზე, ანუ მიტინგებზე და მანიფესტაციებზე, მასში განვითარებული მოვლენების ფონზე პარტიების მხრიდან ავანტიურიზმის დემონსტრირებად და მორიგი უპასუხისმგებლობის დეკლარირებად მიაჩნია. ეს მოსაზრება მოგვიანებით დავით გამყრილიძემაც გაიზიარა. არა და სულ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებასთან შეხვედრაზეც და შემდეგ პირადად ჩემს ეთერშიც ორმა ლიდერმა რვიანის ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა დაადასტურეს, რომ დიახ, საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად იქნება გამოყენებული აქციები და შეიძლება მრავალრიცხოვანიც. ანუ რას ნიშნავს ეს განცხადება? აფრის არ ნიშნავს, ყველა პარტიას აქვს თავისი არჩევანი ახლა. მე ისევ გავიმეორებ რა, რვიანი გასყდა, არ არის ეს ასე. რვიანი არის თემატური ერთობა, მოგეხსენებათ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრია. ის ფორმატი რაც აქვს ჩვენ ახლებს იმაზე უარი არ უთხოვთ. ახლა უბრალოდ ახლებს მიაჩნიათ რომ ქუჩის აქციები არ არის მიზან შეწონილი. იქ არის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობთ, ხო? მე არ გამოვრიცხავ, რომ ქუჩის აქციები საჭირო გახდეს, მაგრამ ამ ეტაპზე
მე ვერ ხედავ ამის აუცილებლობას მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც არ არის გარკვეული რუიანის ფორმატში და რა მოხდა თუნდაც 7 ივნის, როცა საზოგადოებრივ და სამოქალაქო სექტორთან ჰქონდა ჩვენ შეხვედრა. ყველა აირჩევს ამას, მე ვერანაირ ტრაგედიას ვერ ხედავ, ვიღაცა მიტინგში მიიღებს მონაწილეობას, ვიღაცა საელჩოებში ივლის და იქ დაადასტურებს თავის პოზიციას, ვიღაცა პარლამენტში იბრძოლებს. აქციები, მოთხოვნა. მე საერთოდ ისე ცოტა ისეთი არის ჩემთვის ეს საკითხი, ხა პოლიტიკაში თვითაკრძალვები არ არის და აქცია მოთხოვნით დემოკრატიის გამყარებისთვის, არჩევნო გარემოს შეცვლისთვის ეს არის დემოკრატიული პროცესი. მე უბრალოდ მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, ანამდე ჩვენ საინფორმაციო სამუშაოებს არ ჩავატარებთ ჩვენს მოსახლეობასთან, მანამდე აზრი არ აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე რა იქნება? შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო ეს აქცია და ისე გამოვიდეს საქმე. თუმცა ლიდერები ჩვენ სულ ლაპარაკობთ ფინიშზე. ეკა საზოგადოებაც, პოლიტიკური პარტიებიც, აი ის მინდა, ან ის არ მინდა და სტარტზე არავინ არ ლაპარაკობს. და სტარტია დასაწყები ახლა დიდი სამოქალაქო მოძრაობა საქართველოში დემოკრატიის მოთხოვნით და საარჩევნო გარემოს მოთხოვნით ადამიანის უფლებების დაცვით ეს სამოქალაქო მოძრაობა რომელიც სამუშაო სახელია ახლა სამოქალაქო მოძრაობა თავისუფალი არჩევნების არჩევანისათვის ეს მოიცავს ყველაფერს საარჩევნო გარემო იქ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ბატონ გუბას აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემაზე გადაცემის მეორე ნაწილში. მანამდე კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. რაც შეეხება ახლების განცხადებას, ამის შემდეგ გავრცელდა თავისუფალი დემოკრატების და რესპუბლიკელების განცხადებები. რესპუბლიკელებმა ისიც კითხვეს, რომ თუ კი საზოგადოება თუნდაც 7 ან 10 კაცის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნას დააყენებს, ისინი მათ გვერდით იდგებიან ქუჩის კიდესთანაც კი. ანუ მე რა მაინტერესებს? მე მაინტერესებს თქვენი აზრით, როდესაც რვიანის თუნდაც ერთი წევრის მხრიდან ასეთი განცხადება კეთდება და ავანტიურიზმად არის მონათლული, ვთქვათ, მოწოდება ქუჩის აქციებისკენ თუნდაც კონკრეტული მოთხოვნით. ამით რვიანი ერთიანად ჯამში არ დაკარგავს იმ ელექტორატს, იმ ამომრჩევლს, რომელსაც შესაძლოა ამ კონკრეტული მოთხოვნების მისაღწევად ყველაზე კარგ გზად სწორედ ქუჩის აქციები მიაჩნდეს, თუმცა მოდით საუბარი, პირდაპირ საუბარი ამის შესახებ გავაგრძელოთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა. ვაგრძელებთ პირდაპირ საუბარს გუბასანიკიძესთან. ბატონო გუბას, ასეთი ტიპის განცხადებები, როდესაც ავანტიურიზმად მონათლა რვიანისავე წევრმა, რვიანის დანარჩენი წევრების ინიციატივა იმ შესახებ, რომ შესაძლოა გახდეს ქუჩის აქციები საჭირო. არ აყენებს დარტყმას მთლიანად რვავე პარტიას იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა ამით თქვენ დაკარგოთ ის ელექტორატი, ის ამომრჩეველი, რომელიც სწორედ მაინც და მაინც ამ აქციების მომხრეა. და მეტიც, ასეთი აქციების განცხადებით შეიძლება რვიანს გაუჩნდეს იმის შანსიც, რომ ეგრეთ წოდებული რადიკალური ელექტორატი თუნდაც სახალხო კრების ან ქართული პარტიის გადმოიყვანოს თავის მხარეს. ვინ გადმოიყვანოს? ის ელექტორატი, რომელიც აქამდე რადიკალურად არის წოდებული და ემხრობა დაუშვათ სახალხო კრებას ან რვიანმა გადმოიყვანოს თავის მხარეს? თუ რვიანსაც ექნება ქუჩის აქციები. რა თქმა უნდა და რა პრობლემაა ამაში? ხო და სწორედ ამას ვკითხულობ, ხომ არ კარგავთ ამ ელექტორატს, როდესაც ერთ-ერთი წევრი რვიანის აკეთებს განცხადებას? არ ამგონია ახლა ელექტორალზე არ არის ლაპარაკი, აქ არის მოქალაქეებზე. ელექტორატი არის, როცა არჩევნები გაქვს და შენი ამომრჩეველი ყავს, ახალ მიმარჯვენეებს თავის ამომრჩეველი ყავს და ასე შემდეგ. მე ისე ვიმეორებ რა. ეს არ არის პოლიტიკური ბლოკი რვიანი. რვიანი არის თემატური ერთობა. წარდგენაში და პოზიციების დაფიქსირებაში და ბრძოლაში რვიანი არის ერთი და ახლა მეთოდიკაზე რა თქმა უნდა თავისუფლები იქნებიან ახალი მემარჯვენეები ისევე როგორც ეროვნული ფორუმი იქნება თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში თუმცა რა თქმა უნდა ეროვნული ფორუმი შეეცდება მაქსიმალურად შეუთანხმდეს თავის კოლეგებს რვიანში ანუ ეს განცხადება შეუთანხმდება და არაერთ გზის ეს განცხადება ჩემთვის სურპრიზი იყო რა არ დაგიმალოთ ფულცველად გეუბნებით განსაკუთრებით ამ განცხადების ფორმა მაგრამ ამას თავი დავანებოთ ახლა მე არ მინდა ვიყო რაღაცა პროვოცირების ამბავი ყველა პარტიას აქვს თავისი პოზიცია დააფიქსიროს არა მარტო რვიანში არამედ რვიანს მიღმათაც და არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს არამედ საზოგადოებრივ სექტორს სამოქალაქო სექტორს
ყველა კეთილს ინებებს და გადაწყვეტილებას მიიღებს, იმიტომ რომ საქართველოში ერთადერთი პროცესი დღეს დარჩენილი არის ესა. ისე ზოგიერთ პოლიტიკოს მინდა უთხრა რა, ზოგიერთი ფარულად ან ღიად აფიქსირებს ზეიმს 26 მაისთან დაკავშირებით. თუ ვინმეს გონია რომ 26 მაისს იმ სახალხო კრების საქმე დამთავრდა და რატომღაც ვიღაცა გაჯეჯილდება, ხა ძალიანად შემცდა რა. 26 მაისით ვიზარალეთ ყველამ. მათ შორის ვიანმაც, მათ შორის ქართულმა საზოგადოებამაც და თქვენ წარმოიდგინეთ ხელისუფლებამაც. თელმა ქვეყანამ იზარალა ამეთი. და ცოტა ტვინი გაანძრიოს უყველამ რა. ჩემი დიდი თხოვნა არის. ადრესატები ალბათ მიხვდებიან. ვისაც გულისხმობ. ბატონო გუბაზ, ასევე ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ მსგავსი განცხადებები გამოიყენოს ხელისუფლებამ? გამოიყენოს მე რა პრობლემა არ გამოუყენებია თუ რა? გამოიყენოს მე. ხელისუფლება რას იზამს, ეკა მე ის არ მაინტერესებს. მე რას ვიზამ პირადად და ჩვენ რა ვშვებით საზოგადოდ ეს მაინტერესებს რა. თორე ხელისუფლება რას იზამს და რას გამოიყენებს, ეს კარგად ვიცით. და ამიტომ ცოტა მაღალი პასუხისმგებლობა გვჭირდება ყველას. ყველას გვჭირდება მაღალი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ამ საქმეში დიდი და მცირე არ არსებობს. მოვალეობა ყველას გვაქვს ამ ქვეყნის წინაშე თანასწორი და თანაბარი. კარგით, რაც შეეხება საზოგადოების ჩართულობას რვიანის მოქმედებებში. მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება იმ შესახებ, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ერთიანობა რვიანის წევრი პარტიების და საზოგადოების? ეს იქნება მოქმედებათა ერთობა და არა რაღაცა ერთი ორგანიზაცია ან ერთი რაღაცა ხელმძღვანელობით ვიღაცა უფროსი იქნება ან რამე. სხვადასხვა სეგმენტი, სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს ახლა. მე გეტყვით პირდაპირ რა, საკმაოდ დისკრედიტირებულია პოლიტიკური პარტიები საქართველოში. ყველა და პოლიტიკოსები. ამას აქვს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. საარჩევნო თემის და საერთოდ სამართლიანობის თემის წამოწევა, აი მაგალითად მე გეტყვით, სიტყვაზე გამახსენდა ახლა, ხო უბრალოდ. ნიკუშა შენგელაიას უფრო მეტი შეუძლია ახლა გააკეთოს, ვიდრე რვავე პარტიას ერთად აღებულს. აი რას გულისხმობთ კონკრეტულად გაკეთებას? თუ ის ამ მოძრაობაში იქნება და ამ მოძრაობას მხარს დაუჭერს. სახელი და გვარი ისევ თქვი, იმიტომ რომ ნიკუშა ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია და ისევ თქვი. თუნდაც იმ დღეს თქვენთან სტუდიაში ბრძანდებოდა ქალბატონი იანთაძე, ხო? მისი პოზიცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პროდუქტიული ხალხში. ნებისმიერი მათთაგანის, არა პოლიტიკოსის, მაგრამ საზოგადოებაში წონადი სახელისა და წონადი სიტყვის პატრონი ადამიანის მხარდაჭერა არა მარტო აქ რვიანის მხარდაჭერაზე კი არ არის. აქ არის ყველამ უნდა მოვითხოვოთ ეს და ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის და ყველამ უნდა მივახციოთ. რვიანს ერთი უპირატესობა აქვს ეკა ამ საკითხში რა. აქ არ არის ლაპარაკი რომ აი თუ ამ საქმეში მიიღებთ მონაწილეობას მე გავიმარჯვებ არჩევნებში, არავითარ შემთხვევაში. აქ მარტო ფორუმის საქმე არ კეთდება, ხო? ფორუმი მონაწილე ვართ ამისი და შეიძლება ითქვას ავტორებიც ვართ, ხო? ახლა ყველასთვის ცნობილია ეს. აქ არის საზოგადოდ, რომ საქართველოში ოდესმე დამყარდეს ისეთი რამ, რასაც ხويا ხელისუფლების ცვლა არჩევნებით. ფაქტიურად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ხელისუფლება აქ არჩევნებით არ იცვლება. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ვინც არჩევნებით წავიდა ხელისუფლებიდან, ესენი იყვნენ კომუნისტები. ხო ფაქტია ესა. თქვენ საუბრობდით ადრე იმაზე, რომ საქართველოს რევოლუციები ჩვენს გონებაში, ჩვენს ფსიქიკაში, ჩვენს პოლიტიკურ აზროვნებაში ჩაბეჭდილია ერთი რამ და რასაც აძლიერებს ეს ხელისუფლება ბოლომდე და რასაც სამწუხაროდ ოპოზიციურად განწყობილი პარტიებისა და საზოგადოების ერთი ნაწილიც ასევე ხელს უწყობს ამის გაძლიერებას, რომ აქ არჩევნებით არაფერი არ გამოვა. აი ეს სტერეოტიპი არის ამოსაღები ჩვენი გონებიდან, ჩვენი პოლიტიკური აზროვნებიდან და დანერგვა იმისი, რომ ჩვენ მივახციოთ საქართველოში ხელისუფლების ცვლა არჩევნებით. ახლა ვიღაცა იტყვის არ წავა მიშა და არ წავა ჩვენ თუ არ მივადექით და ჩვენ თუ არ მოვთხოვეთ. კომბინაცია რა არის, ხო? 4 რამე არის. პირველი, სწორი მოთხოვნა აუცილებლად. მეორე, საგარეო მხარდაჭერა. აუცილებელია ესა, ხო? საგარეო მხარდაჭერის გარეშე არ არსებობს ეს. მესამე, საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ოპოზიციური კონსოლიდაცია. საზოგადოება პლუს პოლიტიკური პარტიები. აი ეს 4 პირობაა შესასრულებელი. შესრულებადია? აბსოლუტურად. თუ სურვილი იქნა. სანამდე ვიძახებ ჩვენ რომ არ გამოვა, რა თქმა უნდა.
იცით როგორ არის საქმე? პოლიტიკა, ცხოვრება არ არის ბუნებრივი მოვლენა, ჭექაკუხილი, ელვა, გვალვა და წყალდიდობა, რომ შენ ვერ იგულისხმო და ბუნებაზე იყო თავიდან ბოლომდე დამოკიდებული. ამას ვქმნით ჩვენ. არის ეს ქვეყანა ჩვენი ქვეყანა? ქართველების ქვეყანა, ქართველებში ამ შემთხვევაში ყველას გულისხმობს საქართველოს მოსახლეობას, იმიტომ რომ ქართველიც, სომეხიც, აფხაზიც, აზერბაიჯანელიც და რუსიც და ვინც ავართ ამ ქვეყანაში, ყველა შევადგენთ ქართველ ხალხს, ქართველ ერს. ეს ასე არის, ხო? არის ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის? თუ სხვისი გადასაწყვეტია, თუ სხვისი გადასაწყვეტია, ის სხვა გადაწყვიტავს, როგორც სათავისოდ, როგორც აქამდე გადაუწყვეტია. მაგრამ ბატონო გუბას 26 მაისის მერე, როგორც თქვენ ბრძანებთ, ამ დღეს ყველა დაზარალდა. შანსი სამართლიანი საარჩევნო გარემოს მიღწევის და აი ამ ერთიანობის მიღწევის, რომელზეც თქვენ ხა საუბრობთ, გაიზარდა თუ შემცირდა, როგორ ფიქრობთ? გააჩნია ჩვენ რას ვიზამთ, როგორ ვიმუშავებთ, რამდენად ჩაერთვება სამოქალაქო საზოგადოება ამაში, შანსები არის, მაგრამ ეს შანსები იგივე ის საერთაშორისო მხარდაჭერა შეიძლება თეორიულად დარჩეს თუ ქართული საზოგადოება არ ჩაერთვება ამაში. ისინი პრაგმატულად ფიქრობენ. დღეს ზოგი ამბობს რუიანს უჭერს მხარს, არავითარ რუიანს არ უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს. ამ პროცესს უჭერს მხარს. მაგრამ ისინი თუ ნახავენ, რომ ქართული ხალხის დიდი ნაწილი, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ გააგრძელებს იმის ძახილს, რომ არ გამოვა არჩევნებით, არ გამოვა არჩევნებით, არ გამოვა არჩევნებით. ისინი ისევ, რა თქმა უნდა, შეეგუებიან და დატოვებენ სააკაშვილის ხელისუფლებას. მაგრამ ბატონო გუბას, საზოგადოება როგორც წესი ითხოვს ხოლმე პოლიტიკოსებისგან კონკრეტიკას და კონკრეტული მიზნების დასახვას. ანუ, როდესაც გეგმებზე არ საუბრობენ, ეს მე მგონი საზოგადოების დიდ ნაწილს თავის შეურაცხყოფად მიაჩნია, ხომ ასეა? კონკრეტიკა, მეტი კონკრეტიკა რა უნდა იყოს? ჩვენ უნდა ვაიძულოთ ეს ხელისუფლება დათმობებზე წავიდეს. ამისთვის პირველი ეტაპი ეს არის საინფორმაციო ეტაპი, ანუ პიარი, შეხვედრები სოფლებში, სადარბაზოებში, ქალაქებში, ეზოებში, დარწმუნება, ადამიანების ჩართულობა, აქ მარტო რუიანის ფორმატი აღარ ყოფნის, პოლიტიკოსები არ ყოფნივართ ამ საქმეს. ამას სჭირდება თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართვა. მეცაც გეტყვით რა, მე უკვე მეორე დღეა გუშინ მაგალითად პრინციპში დაუგეგმავი, მაგრამ პირველი გასვლა ქონდა, 4 კაცი ვიყავით თრიალეთის ტელევიზიაში. მე კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური და ირაკლი ჩიქოვანი, ხო? ახლა იქ ჩვენ ორგანიზაციებს წარმომადგენლებს რო შევხვდით, ახლა ბევრი ამბობს, რომ არავინ არ იცის რუიანის არსებობა, რა უნდა. 7%-ზე საუბრობს ბოლო კვლევები. იცით როგორ არის, იმ გამოკვლევების მე საერთოდ არ მჯერა, მაგრამ იმ გამოკვლევებში 7% შეიძლება პირიქით იყოს, რომ გეუბნება, რომ წადი და გადი ხალხში და დაელაბარაკე. და გააგებიან ხალხს რა გინდა. და არ ფიქრობთ, რომ თქვენც უნდა ჩადოთ რესურსი იმისთვის, რომ ჩაატაროთ კვლევები და ზუსტად იცოდეთ რა სიტყვის საზოგადოება. უნდა ჩავდოთ და უნდა მივიდეთ და უნდა დაველაპარაკოთ. მე აი თუნდაც დღეს მქონდა რამოდენიმე შეხვედრა ჩემ პარტიის წევრებთან, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, ხო? მე ძალიან გაკვირვებული ვარ, ისე ინფორმირებულია. გუშინ მაგალითად ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარე სოსო ვახტანგაშვილი მეუბნებოდა ფრონტისპირა სოფლებში გორში იყო ჩასული სამ სოფელში. სამივე სოფელში რუიანზე ლაპარაკობენ. მათ არიციან რაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ეს უნდა აუხსნა. და რატომ არიციან? მაგრამ ის იციან, რომ არის რაღაცა რა პოლიტიკური პარტია, რომელსაც რაღაცა აქვს დაჩემებული. ახლა ამისი გაშლა არის საჭირო და ამას სჭირდება საზოგადოებრივი ჩართულობა. ძალიან მარტივია, ხო, ძნელი გასაგებია. და რატომ არიციან? არ ფიქრობთ, რომ მედიის უქონლობაა ამის მიზეზი? რა თქმა უნდა. და როგორ უნდა ჩაანაცვლოთ ეს შემადგენელი? რაც მოხდება, ერთხელ შახაბასმა კითხა გიორგი სააკაძეს, რომელი იარაღი მოგწონსო და რომელიც მომხდება ხელში ისო. რგვალ მაგიდას ტელევიზიები არ ქონდა, ეკა. დიახ. დადიოდა სოფელ-სოფელ და აგებიებდა ხალხს. სხვათა შორის ეს საგულისხმოა. მაგრამ იქნებ მოგეთხოვათ ზოგი მეუბნებს, ზოგი ამბობს. უბრალოდ არა ტელევიზია, არამედ მიუკერძოებელი ტელევიზია, რომელიც გააშუქებს ცენტრალურ ტელევიზიებს, სხვათა შორის მე გეტყვით ერთ-ერთს, მაესტროს თითქმის მთელი საქართველო უყურებს უკვე. თითო ოროლა გლეხს უკვე აქვს ყველა სოფელში მაესტროს ეთერი. ესეც ხერხდა, იცი როგორ არის თუ ინფორმაციის მოპოვება გინდა მოიპოვებ. აი მე ტყუილად არ მიხსენებია თქვათ იგივე მგვალი მაგიდა. ძალიან ბევრი ამბობს რომ როგორ შეიძლება თანამშრომლობა ხელისუფლებასთან და დიქტატურასთან არ ხდება შეთანხმება. ვინ გითხრათ? რამოდენიმე სამი მაგალითი, ფრანკოს მაგალითი ესპანეთში. ფრანკოს დიქტატურა დამთავრდა დემოკრატიული არჩევნებით. შემდეგ ეკა დავამთავრდა. კი ბატონო, დაასრულეთ. მეორე, პინოჩეტთან დაკავშირებით, არ ამგონია ახლა პინოჩეტისნაირი რკინის კაცი ვინმე იყოს.
ეს არის არაფერი. ხო? სააკაშვილი იმასთან შედარებით. ოპოზიცია შეთანხმდა რაზე რეფერენდუმი ჩატარდა. ხო? დიახ. და აგერ ჩვენი ისტორია. თუ ვინმეს ეთაკილება ეს ამბავი, ზვიად გამსახურდია და მრგვალი მაგიდა ელაპარაკებოდა, მარტო ცეკას მდივანი კი არ იყო გუმბარიძე. კგბ-ს გენერალი იყო. მაგრამ გუმბარიძეც ელაპარაკებოდა მათ ბატონო გუბერნატორი. თქვენ სააკაშვილი რომ არ გელაპარაკებდა. იძულებული გახდა გუმბარიძეს არ უნდა ლაპარაკი, ჩემო კარგო. იძულებული გახდა. იმიტომ საზოგადო 201 გახსოვთ თქვენ? 201 მოთხოვნა. ვინც ითხოვდა ამას 201-ს? აი თუნდაც ის აქციები რო იყო თქვა და 201-ის მნიშვნელობა ალბათ ნახევარს არ ეწოდებოდა რა იყო ეს, მაგრამ დაჩემებული ქონდა ჩვენ ესა. ეს უნდა დავიჩემოთ. და ამას უნდა მივახციოთ. ძალიან მარტივია. აქ საკითხი არ არის სააკაშვილში, გამყრელიძეში, ან სანიკიძეში, ან ბურჯანაძეში. აქ საკითხი არის ჩვენ თავში. დავიჩემებთ გამოგვივა. არ იცით როგორ არის? მოსავალი როდის მოდის, როდესაც თესავ. როცა თესავს გლეხკაც, მან იცის რომ მას რისკები აქვს, გვალვის, სეტყვის და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ გაგწევთ რისკები დათვლილი. რა თქმა უნდა, არის რისკები და ბევრი ნაღმებია ჩადებული გზაში. მაგრამ თუ თვლის სწორად, მაშინ უნდა გახვიდე ბოლომდე. თუ არა და კი ბატონო, რა პრობლემა ნებისმიერმა შემომთავაზოს ოღონდ უკეთეს პირობები და უკეთესი გეგმა განსახორციელება. ასე გვერდიდან ლაპარაკი რომ ეს არ გამოვა, ის არ გამოვა. ვირივით მუშაობთ, ვირებივით მუშაობთ 10 თვეა. რამოდენიმე ათეულ მილიონს ხარჯავს მიხეილ სააკაშვილი გარეთა პიარისთვის. ჩაუშალეთ ეს უკვე რვიანმა. ვინმე ვიცის რა დაგვიჯდა ჩვენ რა ნერვების ფასად, რამდენჯერ წასვლა წამოწა რომ ჩაუშალეთ. არაფერი, როცა ჩადის ნაცმოძრაობა, დელეგაციები ევროპაში, ამერიკაში პირდაპირ ეუნებიან. რას აპირებთ საარჩევნო გარემოზე, ბიჭებო? რატოა გაქცეული მაგიდიდან, მითხარით? აი ზოგი მეუნება, ეს ბიომეტრია რა არის, მაინც გააყალბებს და თუ გააყალბებს, მაინც მაშინ მიიღებდა ამ ბიომეტრია. რატოა ხელისუფლება გაქცეული მაგიდიდან? კარგით, ბატონო გუბას, დრო აღარ გრჩება და კიდევ ერთი შეკითხვა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ანუ ამ პროცესებისთვის, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ, დაახლოებით რამდენი დრო დაგჭირდებათ, გაქვთ განსაზღვრა? რამდენიც დაჭირდება, იმდენ მე ვთვლი რომ რამოდენიმე თვე. საფხული ახლა არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ საინფორმაციო ნაწილი აი გატანა საზოგადოების სამოქალაქო მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად. ახლა მე გეტყვით რა სტადიაშია 7-ში, რომელიც სამწუხაროდ ცერტ არ გააშუქა ნაციონალურმა არხებმა. რატო არ გააშუქა? ნეტარაშია საქმე. საუკეთესო ნაწილი ჩვენი სამოქალაქო სექტორის არასამთავრობოები თქვათ, ასე შემდეგ ექსპერტთა წრეები, ხო? ძალიან საინტერესო 10-მდე ძალიან საინტერესო ისეთი წინადადება შემოგთავაზეს, რომ ამ ხნის განმავლობაში, რასაც ფიქრობდით, რუიანი, ხო? გაცილებით უფრო ყოჩაღი და მომგებიანი. სამწუხაროდ ბატონო გუბას ამ წინადადებებზე საუბრის დრო აღარ დაგვრჩა, მაგრამ არა, მე არ ვსაუბრობ. უბრალოდ ახლა ჩვენ ვართ ამ სტადიაში, ხვალიდან უკვე ჩვენ ვიწყებთ აი ინდივიდუალურ შეხვედრებს ამ ადამიანებთან, რომლებმაც ეს წინადადებები მოგვაწოდეს, ჯერ ამისი თავმოყრა მოხდება და მე ზუსტად ჩამოიწერება რა, როგორ რანაირად მოხდება ამის განხორციელება. დიდი მადლობა. მადლობ თქვენ. გუბა სანიკიძე იყო ჩვენი სტუმარი, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დავით მაღრაძესთან ერთად დავბრუნდებით. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, დავით მაღრაძეა ჩვენი სტუმარი, ბატონ დავით მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. დაიცავი საქართველოს, მადლობთ. მოგესალმებათ ჩვენი მაყურებელს. დაიცავი საქართველოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ქართული პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა ლევან გაჩეჩილაძემ მაესტროს ეთერში რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ოპოზიციის ერთიანობაზე. რასაც გარკვეული გამოხმაურებები სხვა ოპოზიციური ლიდერებისგანაც მოყვა. მე მაინტერესებს თქვენი აზრით დღევანდელ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც არიან დღეს, როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოება. შეგვიძლია რაიმე გაერთიანებაზე ვისაუბროთ, თუნდაც ერთი იდეის გარშემო? გაერთიანებაში რას გულისხმობთ, არ ვიცი, ახლა მე ალბათ საერთო იდეის გარშემო გაერთიანება, არა ვთქვათ ერთ ბლოკადან ერთ პარტიულ ერთეულად ჩამოყალიბება, არამედ ერთიანობა და დაუშვათ არა კრიტიკა და ლანძღვა ერთმანეთის, რასაც ქონდა დიდი დოზებით ადგილი ბოლო პერიოდში. ხო, ну როგორც არის ახლა მოცემული რეალობა,
არსებობს ესეთი პირობითი გაერთიანებები ალბათ, რომელიც თვითონაც არ შიფრავენ ასე რომ ეს არის რაღაც პოლიტიკური ბლოკი და ასე შემდეგ. თუმცა არის რაღაც დაუშვათ ერთი გზის გარშემო გაერთიანება ხო, როგორც მონათლა მედიამ თქვათ, ზოგი არის რადიკალური თუ ქუჩის მომხრე, ზოგი არ არის მომხრე ქუჩის თუ ასე შემდეგ. ეს ძალიან პირობითი დაყოფაა. ეს არაფერი ერთობას არ ნიშნავს. ქუჩის მომხრეების და ცოლშვილიანების და უსულშვილოების დაყოფა ძალიან ბავშვური იქნებოდა ალბათ. მე ვფიქრობ, რომ თვითონ საზოგადოებაზე ვთქვათ ჯერ და მე ბატონო პოლიტიკურ სპექტრზეც გადავიდეთ. თვითონ საზოგადოება იმდენად დაალაგდა პოლიტიკური სიმპათიების და მიხედვით, რომ გაიწოვა პოლიტიკურმა სიმპათიებმა საზოგადოება, რომ ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერებად და პოლარიზება მოხდა საზოგადოების? პოლარიზება არა, უფრო დაგსაქსულობა. რომელიც ხელს არ უწყობს თვითონ როგორც ასეთი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, მაინდამაინც არ უწყობს ეს ხელს. ვინაიდან ესეთი დინებები არის საზოგადოებაში, სიმპათიების და მიხედვით ემხრობიან ამა თუ იმ პოლიტიკურ მოძრაობას, ამ მიმდინარეობას და ასე შემდეგ. მე იმიტომ ვთქვი, მქონდა საშუალება 2 დღის წინ ტელემაუწყებლობაზე, კავკასიის ტელემაუწყებელმა მომცა საშუალება. მე ვფიქრობ, თვითონ საზოგადოებაში უფრო ინდივიდუალური გამოხატვის დრო უფრო არის ვიდრე ორგანიზაციულის, თუმცა არაფრის წინააღმდეგი არა ვარ, არსებობს საზოგადოებრივი ორგანიზაციები. არ უნდა იქცეს უბრალოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის დანამატებად ეს ორგანიზაციები. ინდივიდების ასპარეზი უფრო მგონია დღეს ვიდრე ვთქვათ რაღაცა დაჯგუფებების. ანუ ფიქრობთ, რომ არ უნდა იყოს საზოგადოება და იგივე სამოქალაქო საზოგადოება პირველ რიგში თუ სხვადასხვა ორგანიზაციები მომხრე ან მოწინააღმდეგე რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების. ხომ ამას გულისხმობთ? უნდა იყვნენ ეს არჩევნების მიუკერძოებლები, ასეა? მიუკერძოებლები, რა თქმა უნდა და აპრიორი უკვე დარწმუნებით როცა იცი რომ ესა თუ ის პოლიტიკური პარტია რა გზას დაადგება, ეს ვთქვათ რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია ან ადამიანების ჯგუფი მაინც მისი მხარდამჭერი იქნება, ეს ცოტა უშლის ხოლმე ხელს ჯანსაღი აზრის. აი რას უშლის ბატონ დავით თქვენი აზრით ეს ხელს, როდესაც რომელიმე კონკრეტული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, დაუშვათ თუნდაც დაიცავი საქართველოს ავიღოთ როგორც მაგალითი, იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი. ანუ ეს რას აფუჭებს? აი ეს მათი ნება, ყველას ნება, მე არავის ნებას სურვილის გადაწყვეტილებაში არ ვღებულობ მონაწილეობას. მე ვარ ერთი ადამიანი, ერთი მოქალაქე ამ ქვეყნის, რომელიც ვეცდები, რომ ჩემი ინდივიდუალური აზრი მქონდეს და ჩემი პოზიცია მქონდეს, ჩემი გვარი და სახელი ანაბარად დავრჩები უბრალოდ. და თუ ეს უფრო რაღაცა ტენდენციის სახეს მიიღებს, უფრო უკეთესია, იმიტომ რომ აპრიორში ვიღაცის მხარდამჭერობა უშლის ხოლმე ამ ერთობას თვითონ. სწორედ ამას გეკითხებით, ანუ რას უშლის ეს ხელს? ხო, საზოგადოებრივი აზრის, ჯანსაღი აზრის ობიექტურ ჩამოყალიბებას ხანდისხან ხელს უშლის ხოლმე. თუმცა არ არის ეს ისეთი დიდი პრობლემა, რომ ამას ვთქვათ ვერ მოევლოს ან ვერ ეშველოს. რაც შეეხება ახლა ერთობას თვითონ რუიანიც ამბობს, როგორც მე ვისმენ ხოლმე, რომ ეს არ არის პოლიტიკური ბლოკი. არის თქვა 8 პარტია რა, 8 პარტიის ლიდერები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გაერთიანდნენ. არაფერი ცუდი ამაში არ არის, შეიძლება პოზიტივი იყოს. ოღონდ თვითონაც აღნიშნეს, რომ უფრო ქმედითი უნდა იყოს და რაც თავარია, ჩაკეტილობა არ უნდა იყოს. აი ეს არ უნდა იყოს, რომ ეს არის 8-იანი და ვერ გახდება 9-იანი ან 10-იანი. ჩემი აზრით, რომ აქამდე ერთი რამეც უშლიდა პოლიტიკური სპექტრის ერთობას ხელს, რომ როცა ყველა მათგანი თქვათ ასე თუ ისე მეტნაკლებად გამოხატავდა რომ აი ჩემი გზა არის სწორი და შემომერთით მე ეს შემომერთით და მოდი აქ დადექის უფრო რა თქმა უნდა უფრო მისაღები ფორმა გავერთიანდეს. დიახ. ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით საერთო უბედურების წინაშე რომ რაცა გათითოკაცებულები არ ვიყოთ რა უბედურებაც არის თქვათ ნაციონალური მოძრაობის სახით. აი ეს რა თქმა უნდა თვითონ პროცესი არის ამაში მიმზიდველობა ახლავს ამას. არჩევანის იცით რა არის მე საარჩევნო გარემო რასაკვირველი ერთხელ უნდა გასწორდეს არა რომელიც მე რაღაც დასაბამს მისცემს რომ სამომავლოდ აღარ გაფუჭდეს თუმცა ამის გარანტია არავის არ აქვს მაგრამ მეორე რამ არის კიდე უფრო მთავარი რაც მე ვფიქრობ დღეს უფრო საინტერესო იყო როდესაც აი საზოგადოებასთან ურთიერთობაზე ალაპარაკდა ასე ვთქვათ რუიანში გაერთიანებული პარტიები. იმიტომ რომ აი თუ 90-იანი წლების
პათოს არ ვამბობ პათეტიკას. აი განწყობას, მოსახლეობის განწყობას, ცვლილების წყურვილს, მუხტს გულისხმობ. ეს მუხტი რო იყოს, საარჩევნო გარემოს ნიუანსებს იმდენად დიდი მნიშვნელობა კი აღარ დაეკისრება. როცა იცის არსებულმა ხელისუფლებამ რომ ნებისმიერი გაყალბების შემთხვევაში წაილეკება თავის ზონდერებიანად, აი ეს მუხტია შესაქმნელი. ეს მუხტი რა თქმა უნდა საზოგადოებასთან ურთიერთობაში შედგება, საზოგადოების ჯანსაღი აზრის ჩამოყალიბებაში ერთმანეთის მიშველებაში. რა უშლის ამას დღეს ხელს, ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ? იცით რა არის, უამრავი რამ უშლის ხელს, მაგრამ მე მგონი გარდატეხა მოხდა ამ გზაზე. როდის მოხდა? მოხდა ჩემის აზრით 26-ი რო თენდებოდა იმ ღამეს და 28-ში გამოაშკარავდა ეს 26-ში ღამე იცით რა არის, ჩემთვის დიდი ხანია ამ ქვეყანამ არსებულმა რეალურმა მოცემულებამ ფორმა დაკარგა როგორც ქვეყანა. მაგრამ ეს ძალიან თვალსაჩინო გახდა, რომ ამ ქვეყანას ფორმა აღარ აქვს. ფორმა დაკარგული ქვეყანაა დღეს საქართველო. არის რაღაცა ზონდერების ქვეყანა, ზონდერების რაღაცა ჯგუფი მართავს მარტო იმ ხალხს არ გულისხმობ, აი ზონდერისაც ქვია რა, არიან პოლიტზონდერები, არიან ტელეზონდერები, ამა თუ იმ აუწყებელში გაბნეულები. ჟურნალისტებს ვირქმევენ და ჟურნალისტურ რაღაც ეთიკაზე რომ მსჯელობენ. ტელეზონდერებია. ეს ყვავილების ქვეყანა ხო, ხა ზონდერების ქვეყანა რა საქართველო და ესე ვითარდება რა პროცესი. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რამე მოხდა. 28-ში მოხდა ჯერ უკვე 28-მდე უკვე იმ ხალხისთვისაც, ვისაც თქვა ეთაკი, აი ბოდი შეხეთ ცოტა გადაწყვეტს გავაკეთებ თუ ნებას მომცემ. ჩემმა ერთმა მეგობარმა იხუმრა ხო ბევრი ხალხი ჩვენ და სამწუხაროდ თქვა ელოდება რაღაცა ესეც რომ უფალმა უნდა ქართულად ილაპარაკოს რა განგეთქვის ჯამს. აი ჩემი მეგობარი ფილოლოგია და იხუმრა რომ ვამზადებ ქართულში მეორედ მოსვლისთვის სტუდენტებს, აბიტურიენტებს. ხო აი ამ ხალხთან ურთიერთობა რომ ეთაკილებოდათ გაორებული ხონათ მაინც პოზიცია რაღაც, მაგრამ აი ამ ხალხის თვალშიც უკვე ამ თვალსაჩინოებშიც ნაციონალური მოძრაობის, პროგრესულობის ზღვარი გათავდა. ანუ შუაში მდგომ ფენას გულისხმობთ? ხო, ვისაც არ ქონდა გამოკვეთილი დაუშვათ პოლიტიკური. ვისაც არ ქონდა, ვისაც ქონდა, ოღონდ თქვათ ერთი უკიდურესობა და მეორე უკიდურესობა, თქვათ არაძლევდა იმის ხალის და ენთუზიაზმს არ მატებდა, რომ თავის პოზიცია უფრო მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა. ბოლომდე თქვათ იტოვებდა კიდე რაღაცა იმედის ნაპერწკალს, რომ აი როგორც მოვიდა უცბად ეს ხელისუფლება არა, როგორ მუხძეც მოვიდა, რომ აი პროგრესი მოჰქონდათ ახალგაზრდებს, ძველი ხელისუფლება, ძველი ასაკის ბოდიში უფრო ხწოვანი ასაკის ხელისუფლება მიდის, ახალგაზრდები მოდიან და ერთ შეხედვით რაღაც პროგრესულობის მომტანიც უნდა ყოფილიყო და გაიხანგრძლივეს თავის ფიქრში ეს ილუზია, რომ ამ ახალგაზრდებში რაიმე პროგრესული იყო, მაგრამ დამთავრდა ეს პროგრესულობის ზღვარი. გასრულდა ეს. განსაკუთრებით აი ეს 26-მა დასვა წერტილი თქვენი აზრით? 26-მა შემდეგ აი ჯერ ერთი ის აგვისტოს დღეების აღნიშვნამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რა ფორმა მისცეს ამ აღნიშვნას? აი როგორი ფორმაც ქვეყანამ იმ დღეს დაკარგა აი პოპინიც და მთელი ხელისუფლების და საპატრიარქოს და ტელევიზიების პირდაპირ ეთერების ჩართვით და ამ არტისტმა მარცხნივ მოუხვია და იმან უკვე გაგვიღიმა და ამან 14 წამი დაჰყო იქ და რაღაც აი ეს იყო უკვე გოგოლის რევიზორის ასოციაციებს იწვევდა. ფორმა დაკარგული ქვეყანა, პერიფერიული სინდრომით დაავადებული ხელისუფლება. რომელიც ამაყობს რომ კი დავკარგეთ ეს მიწაწყალი, მაგრამ აი სანაცვლოდ შერონსტოუნი ყავს. ნუ ესე შეიძლება ხა ამ წარმატებით მონიკა ბელუჩი რომ მოვიპოვოთ, გორიც ჩავაბაროთ და ამის სანაცვლოდ ეს მივიღოთ ან ბოლოს თბილისიც თუ გვინდა რომ ახლა მართლა და კარგი და გამოსავალს რა შეხედავთ ამ სიტუაციაში და აი საზოგადოების ამ ფენამ რა უნდა მოიმოქმედოს თქვენი აზრით, ვიზაც ახლა საუბრობდით? არა, საზოგადოების ამ ფენა გარდატეხა მოხდა, საზოგადოებამ გაიმარჯვა ნაციონალურ მოძრაობაზე. 28-ში გამოჩნდა ეს. მიუხედავად იმ რეპრესიებისა, ქალბატონო ეკა, რაც გაიარა, აი ჩვენმა თაობამ, ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მშობლებმა, ერთად აი რაც 70 წელი სივრცეში გაატარა არას საბჭოთა ხელისუფლებამ, ქართული საქართველოს მოსახლეობა, ქართული საზოგადოება, აი 7 წელიწადში გაატარეს მთელი ეს კადრები დატრიალდა.
აი ეს რეპრესიული მანქანა, ის ჯალათობა, ის სასტიკე, ის დაუნდობლობა, ის გამეტება, მაშინაც სხვა ქვეყნის მხარდაჭერით ხდებოდა. მაშინ საბჭოთა რუსეთის, დღეს დემოკრატიული ამერიკის ხელშეწყობით, მაგრამ ეს ხალხია იგივე, ქსოვილით ერთი და იგივე ხალხი. აი მე ვთქვი და ბოდიშ ვიხდი გამეორების, მაგრამ ილია ჭავჭავაძემ რო თქვა, რომ არა და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა, ეს ხალხიც სულ არა და ყველგან საქართველოსთან არიან. აი ვინც სუმზად არიან რევანშისთვის. და აბრალებენ იქაურ წყობას, რომ თავის უნიჭობას აბრალებენ წყობას. რომ ვერ გაიბწყინა მათმა ტალანტმა ისე არ მისცა წყობამ ამის და ეხლა მოვიდა მათი დრო და იმ ნიჭიერ ხალხზე რევანში, მეორების რევანში პირველებზე ეს მარადიული თემაა რა, არა მარტო საქართველოში ალბათ, მაგრამ საქართველოში ძალიან ძაფრად, როგორც აი პერიფერიული სინდრომით ძალიან ბევრი დაავადებული განსაკუთრებით აი ჩვენ ხელისუფლებამ კაფეო გამოხატულება იყო. და ვინც არ არის ესეთი რევანშისტი? ვინც არ არის ესეთი რევანშისტი, ის კეთილგანწყობილია და მოყვასის მიმართ და ადამიანის მიმართ სიბრალული და თანაგრძნობა ეუფლება. როგორ შეიძლება ახლა საუკუნის კადრები იყო ეს? ახალგაზრდა ბიჭს რომ დასდევს ამდენი ჟვერი, შეერაღებული აბჯარში ხმლებით, ფარებით, კისერზე წურბელებით და სისასტიკით და ნუ რა იყო ეს დარჩება ისტორიას. აი ხ მოხდა გარდატეხა, ეს დაინახა თვალსაჩინოდ ხალხმა და იმ საწყალი ხალხის კი აღარ ეთაკილება, თქვა არაინფორმირებული ხალხისა რა. ნუ ეხა ეს არაინფორმირებული აგრესიაც არსებობს ესეთი და ეს მესმის რაღაცა დოზით და წილად მესმის იმ ხალხისაც, რომ ამ არაინფორმირებულ აგრესიას რადგანაც პატრიოტიზმი შეარქვეს ჩვენში, რა, როგორც აი თქვა ინფორმირებულ აგრესიას ლიბერალიზმი დაარქვეს. მაგრამ აგრესია ეს იქიდანაც აქედანაც, მაგრამ შუაში ეს ხალხი არის ქართული საზოგადოება, რომელიც თავის მთელი სისავსით გამოჩნდა 28-ში. უცბად გამოეფინა რუსთაველზე და დაანახა აი ამ რეპრესიების, აი ამ კვლელობების, აი ამ სისასტიკის, აი ამ სიდუხჭირის, აი ამ სიღატაკის ფონზე ჩვენ ისევ ვარსებობთ, ჩვენ ისევ გავაგრძელებთ და აი ეს გარდატეხა რატომ მოხდა იცით? აი ეს ნაციონალური მოძრაობა თავისი პროგრესულობის დასასრულით, ილუზიური პროგრესულობის დასასრულით ჩაეწერა გუშინდელ დღეში. ხვალ უკვე გუშინწინდელ დღეში გადავლენ, ზეგ გუშინწინის წინდელ დღეში და ეს იმდენად შეუთავსებელია უკვე აი მათი არსებობა უკვე საქართველოში, აი როგორც ზეთი წყალში არ ერევა, ისე ვერ შეერივნენ. ისევ გადარჩა, დასრულდა ის მითი ადამიანის ახალი ტიპის შექმნა და დასრულდა. აი ეს რომ უნდა გამოეყვანათ უწარსულო ადამიანი ხო? ვინ ახლა საზოგადოებაში მათ მხარდაჭერა ნაკლები აქვს დღეს? არა, საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვს არც ერთ ფენაში. ეს გეუბნებით არის ზონდერების რაღაცა ჯგუფი, რომელიც ინარჩუნებს ხელისუფლებას, იმიტომ რომ შენ თუ თქვა სიტყვის სიმართლეს მოვა და მოკლავს. მეტი არგუმენტი, პოლემიკა, დებატი აღარ დგება. აქ რაღაცა არის, კამათი აღარაფერზე არ არის. იმ კადრების შემდეგ დასრულდა ჩვეულებრივი უბრალო პრიმიტიული დიქტატურა გაფორმდა, ფორმა დაკარგულ ქვეყანაში გაფორმდა გუშინდელი დღის კუთვნილება ხელისუფლება. რომელმაც დაასრულა თავისი მითი ახალი ადამიანის ტიპის შეგამოყვანის, ექსპერიმენტის, თავისი პროგრესულობის დასრულდა. ეს თვალსაჩინო აღმოჩნდა, რომ უბრალო პრიმიტიული ავადმყოფური ვნებებით დაავადებული ხალხი. თუმცა ეს ხელისუფლება დღეს ისევ ხელისუფლება რეალობაში ხო, იცით რა არის? ეგ აღარ არის ხელისუფლება, იცით? საქართველოსთვის აღარ არის ხელისუფლება. ეთქო ერთმანეთისთვის არიან ხელისუფლება და რეალობა ის არის, რომ თქვა რაღაც მხარდაჭერაზე, რა მხარდაჭერაზე დგანა? ნუ, აი ბოლო კუნძული საქართველოს, სადაც ცივი ომი გრძელდება ორ იმპერიას შორის. და აი ამაში იღებენ დაფინანსებას, რომ საქართველოს არ იღებს ამ დაფინანსებას, ნაციონალური მოძრაობა იღებს ამ დაფინანსებას, რომ ის ერთი ძესახელმწიფომ დაიკმაყოფილოს თავის პატივმოყვარეობა ოღონდ საქართველოში. ნუ მისცეს ეს ასპარეზი ამისთვის. და ეს ამბიცია აქვს, რა თქმა უნდა, იმპერია არც კარგია, არც ცუდია, იმპერია არის მოცემულობა, კარგი და ცუდი და ეს საბავშვობაღი არის ბავშვებისთვის და ეხლა ზრდასრული ადამიანისთვის ეს არის მოცემულობა. ეს კრიტერიუმები იქ არ მუშაობს, კარგი, ცუდი, სიმპათიური, ბოროტი და კეთილი. ესეთ იმპერიები არ არსებობს. იმპერია არის იმპერია. ის იკმაყოფილებს თავის პატივმოყვარეობას მეორე ზესახელმწიფოსთან, რომელსაც აქვს დიდი შეერაღება და ნაკლები შემოსავალი, თუ ეკონომიკა უფრო დაცემული. თუმცა ბევრი რესურსი. ბევრი რესურსით, ხო, რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში იმდენი რესურსით, რომ შერონ სტოუნის სანაცვლოდ წაგართმევს კოდორს, ახალგორს, კიდე რას დაუთმობენ ესენი სხვა არტისტების ჩამოსაყვანად არ ვიცი. მაგრამ ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, კიდე სად გავიდა წყალგამყოფი. აგვისტოს ომი მთელი საქართველოსთვის ტრაგედიაა.
ერთადერთი ნაციონალური მოძრაობა ზეიმობს. დაიკარგა მიწაწყალი, დაიხოცა ხალხი, ოჯახები აიყარა. გეტოებში გადასახლა, გაუბედურდა ხალხი, დაიკარგა მიწაწყალი, დაიკარგა საქართველოს. და ეს არის ტრაგედია, ხო? არის რაღაცა მანიაკალური ჯგუფი, რომელიც ზეიმობს ამას. წითელ მოხზე ზეიმობს. აი სად გავიდა? ეს მოზეიმე, შენი ტრაგედიის მოზეიმე ვერ შეიძლება იყოს შენი ხელისუფლება ხვალ. ეს არის ბუნების, კაცობრიობის კანონია რა. მარადიული კანონია, რომელიც დრო პრაქტიკულად აღარ გრჩება ძალიან მოკლედ რა მაინტერესებს ისიც აი ეს საზოგადოება, რომელიც თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს უკვე გამოკვეთილ პოზიციაზეა 26 და 28 მაისის შემდეგ. თქვენი აზრით ეს პოზიცია მათი მოქმედებაში გადავა? რასაკვირველია, გადავა მოქმედებაში. უნდა გაცოცხლდეს ის პოლიტიკური სპექტრი, უნდა გაცოცხლდეს, ადეკვატური უნდა იყოს, ახალი რეალობაა. ახალი გამოწვევებია, ახალი რეალობაა. ამას ინდივიდები უღებენ, არტისტული ინტუიცია ამას უღებს ალბათ. პოლიტიკოსაც ევალება, აი რომ უფრო მეტი სიცოცხლის უნარიანი ინტუიცია გამოამჟღავნოს, თავის სიბრძნე დააყოლოს. მე არ მომავალ რაღაცა გაშლეგებული რადიკალური ზომები მიიღოს, ან გავალ ქუჩაში და მეტი გზა, ან მეორე რომ არ გავალ ქუჩა. ესეთი კატეგორიულობა საერთოდ არის მიუღებელი, იმიტომ რომ არ ცხოვრობთ ჩვენ განვითარებული ქვეყნის რომელიღაც საფეხურზე არა ვართ. ვართ სრულიად როგორ ვთქვა, არა პროგნოზირებული, ასეთ გარემოში. შეიძლება ქუჩაში გასვლა მოგიწვიოს, შეიძლება მაგიდასთან დაჯდომა მოგიწვიოს, შეიძლება რა ვიცი, 1000 რამე შეიძლება მოხდეს, რომელსაც რა ვიცი, ხა ამ წუთას არ მინდა, მაგრამ ყველაფერს ნიუანსებს შევეხო, მაგრამ არის ერთი მთავარი რამე. გადარჩა ეს საზოგადოება, გადარჩა ისე, რომ ამ ბილწებას არაუბა მხარი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. დავით მაღრაძე იყო ჩვენი სტუმარი. დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალ 10 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.